ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაძლევის პერსპექტივები ასე ეწოდებოდა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ ასპექტებზე 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს ომზე აფხაზეთში და მის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე. კონფერენციის მონაწილეებმა მე-20 საუკუნის 90-იან წლებსა და 21 საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციებიც განიხილეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ისტორიის საკითხებზე და აფხაზეთის ომის შემდეგ იქ არსებულ მწვავე პრობლემებზე ისაუბრა. ერთადერთი მოხსენება, რომელიც ეკლესიას ეხებოდა, გახლდათ ჩემი მოხსენება, ის გახლდათ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესია, როგორც ტროას ცხენი, საერთაშორისო საეკლესიო პოლიტიკაში. ეგრეთ წოდებული ეკლესია, იმდენად რამდენადაც საქართველოს ისტორიამ და მსოფლიო არც საეკლესიო, არც სამოქალაქო ისტორიამ ფენომენი, როგორც ესეთი აფხაზეთის ეკლესია არ იცის და ხშირად ჩვენ ვახსენებთ აფხაზეთის ეკლესიას და უნებლიეთ ვაღიარებთ მას როგორც დამოუკიდებელ ერთეულს. ამიტომ მას ჩემ ყველა მოხსენებასა თუ ნაშრომში წინ უძღვის ეგრეთ წოდებული. რაც შეეხება დღევანდელ თემას, გასაგებია სათაურიდან გამომდინარე, ეს არის უახლესი კვლევები და ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ არ მგონია ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემა ჰქონდეს, როგორიც გახლავთ ქვეყანას ჩამოჭრილი ტერიტორიები და ერთნაირი სიმძლავრის, ერთნაირი დატვირთვის არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ცხინვალის რეგიონისაც. სათაური პირდაპირ გვეუბნება, რომ აფხაზეთი ეს არ არის მხოლოდ ქართველების საეკლესიო თვალსაზრისით და აფხაზების პრობლემა, არამედ პრობლემაა ბჭყალებში საერთაშორისო მასშტაბის დიდი ეკლესიების. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო ვატიკანი, წარმოდგენილი კონსტანტინოპოლის და მოსკოვის საპატრიარქოები. თუ როგორც ცდილობენ ისინი, რომ ამ დაძაბულობაში, ამ აფხაზი ხალხის გაურკვევლობაში, თორე ქართველები მშვენივრად ვართ გარკვეული რაც გჭირს და ისარგებლონ და გარკვეულწილად თავიანთი გავლენის სფეროები მოეპოვონ აქ. კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის თემით სისტემატური დაინტერესებისა და აქტუალიზაციისათვის. ასევე იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც აფხაზეთის ხელისუფლება და დევნილი საზოგადოება კათოლიკოს პატრიარქის განგრძნობს. საქართველოს დედა ეკლესია აფხაზეთის თემაზე მუშაობს, ლოცულობს აფხაზებზე, ქართველებზე, ზოგადად აფხაზეთზე და იმ პრობლემებზე, რომელსაც კონფლიქტის მოგვარება ქვია. მე არ მახსოვს შეხვედრა, რომელიც ჩატარებულა პატრიარქთან და მას არ ესაუბრა ტკივილით იმ განცდაზე, რა განცდით ცხოვრობს იქ მრევლი. მე დიდი მადლობა მინდა მოვახსენო უწმინდეს და უნეტარეს იმ ყოველდღიური ზრუნვისათვის და დამიჯერეთ არ არის გადაჭარბებული მადლიერება მის მიმართ, რომელი ერთი დავასახელო. ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია და ეს იმდენად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ძალიან რთული აფხაზეთის საკითხზე მუშაობა ჩიხშია შესული და ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო კონფერენციის მოწვევა არის ერთგვარი გარღვევა სამეცნიერო და საღვთო თვალსაზრისით და იმ სამომავლო ხედვებით, რომელიც მამა ადამიანმა წარმოადგინა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მასალები საოცრად კარგ სამსახურს გაუწევს ყველა იმათ, ვინც დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარებით. უდიდესი მადლობა უწმინდეს და უნეტარეს და მთლიანად ქართულ სამღვდელოებას, რომლებიც ყველაზე მეტად იღწვის ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. არა მარტო ლოცვით, თავისი საქმითაც. ღვთისნებით და პატრიარქის ლოცვა კურთხევით, იმ ბრძოლით, რომლებსაც აწარმოებს ეკლესია და სრულიად საქართველო, მე მგონი, უნდა ყველაფერი კარგად დასრულდეს. ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო. ძალიან საინტერესო, მე ვიტყოდი, სტრატეგიული, რაც უნდა იყოს სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს ეს ამ მოხსენებების ნაწილი ჩვენი პოლიტიკოსებისათვის და უნდა გავრცელდეს ეს მასალა, უნდა მიეწოდოს საზოგადოებას და გარკვეულწილად გამოჩნდა, რა სტრატეგია უნდა აერჩიოს საქართველოს. აი ამ სტრატეგიაზე იყო ლაპარაკი ამ მოხსენებებში. და ვფიქრობ, სულ ყველა ერთად ჩვენ, როგორც ბერი ისე ერი, უნდა დავდგეთ, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს. არის წითელი ხაზები, რომელსაც საქართველოს არ გადააბიჯებს არასდროს. ეს არის მისი დაკარგული ტერიტორიები.
აფხაზეთის ომი მომავლის გადასახედიდან და მისი მოგვარების გზები. ამ თემაზე ისაუბრა კონფერენციის დასასრულს არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. მამა ადამმა გამოსვლა ამონარიდით დაასრულა წიგნიდან სოხუმის ქუჩაზე, რომელიც მისი ავტორობით ახლახან გამოიცა. ქართველთა და აფხაზთა ძმობაზე დღეს ბევრს არაფერს ვამბობ. აკი ეს ძმობა მთლიანად სიყვარულია. ამ სიყვარულს კი ხშირად მალვა უნდა, დამარხვა და გაფრთხილება. მჯერა რომ ამ სიყვარულს ჩვენი ხალხების ისტორიული კეთილშობილება დროისა და სივრცის სამანებს დაარღვევინებს და გადაალახინებს, რათა მარადისობის ბინადრად აქციოს. ჩვენ ხომ სიამის ტყუპები ვართ, ქართველნი და აფხაზნი, ისე თანაშეზრდილნი, რომ ჩვენი ქირურგიული განცალკევება სიკეთეს არ შეიძლება უქადდეს რომელიმე ჩვენგანს. იგი სასიკვდილო საფრთხითაც კი გვემუქრება. ნუ იქნებინ ასე. წარსულშიც, აწმყოშიც, მომავალშიც, როდესაც ჯერჯერობით ვეღარ წვდებით ოქროწყლის, რიწის ხორკლიან ფსკერს და მერმეც, როდესაც ცის და ზეცის ზემოთ დაბადებული, სხივთასხივის პირველი ათინათი გაგვინათებს, კალმანისკენ სავალ გზა ბილიკებს, ჩემი გული ყოველთვის შენს მისამართზე დაიდებს ბინას. სოხუმის ქუჩაზე როგორც მისი მარადი მცხოვრები. ეს ჩემი და თითოეული ჩვენთაგანის ბედის წერაა. ჩვენი ბედნიერი ბედის წერა. ჩვენი სულიერი მამის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უძლეველი ლოცვით სოხუმის ქუჩაზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ საქართველოს პატრიარქს აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნები გადასცა. ეს ნამდვილად გამოგვადგება ჩვენ ესკოვში ვიზიტის დროს. ღმერთმა დაგლოცოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ თემებზე. ჩვენთან არც ღმერთი.